აი პირველ რიგში დავიწყოთ ამით, რომ თქვენი პირადი ცხოვრება გვაინტერესებს. როგორ მოხდით აქ? პირველი ნაბიჯები როგორი იყო და ეხლა რა სიტუაციაა ემიგრაციაში? საერთოდ როგორ მოხდი საქართველოს გარეთ თუ ამერიკაში? 39 წელს გამიწვიეს წითელ ჯარში. საერთაშორისო კანონის მიხედვით მე საერთოდ არ უნდა ვყოფილიყავი და ჩემი სტანები არ უნდა ვყოფილიყავი წითელ ჯარში. ვინაიდან მე დავიბადე 1918 წლის 25 ივნისს. მაშასადამე 2.5 წლის ვიყავი, როდესაც ის გათახსირებული ორჯონიკიძე შემოუძღვა წითელ არმიას. მაშინ ჩემი ნათესავებიდან ალბათ მრავალი, მაგრამ უშუალოდ ჩემი უფროსი ძმა მიხეილი იბრძოდა კოჯორში სკოლასთან ერთად. გიმნაზია როდესაც დაამთავრა, უნდოდა პატრიოტულ ნიადაგზე შესულიყო ქართულ სამხედრო სკოლაში, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ რევოლუციის შემდეგ ქართველთა უზარმაზარი რაოდენობა, რომლებიც მსახურობდნენ მეფის ჯარში, დაბრუნდნენ საქართველოში და ყველას უნდოდა ქართველი ოფიცრის სკოლის დამთავრება. ამისათვის ადგილი აღარ იყო და ჩემი უფროსი ძმა თავის ამხანაგებთან ერთად ჩარიცხული იყო ნაცვალთა ათასეულში, რომელსაც თავი გამოიჩინა იქ ბრძოლებში. ასეთი ოჯახის შვილი ვიმეორებ, მე წითელ ჯარში არ უნდა ვყოფილიყავი. მაგრამ როდესაც წამოვიზარდე სამწუხაროდ საბჭოთა რეჟიმი, მოგეხსენება თუ რა მაცდური და რა მოღალატური იყო, მოქალაქეობა იძულებით მოგცეს ყველას და როგორც მოქალაქე 39 წელს გამიწვიეს ჯარში. 6 ნოემბერს სწორედ აღლუმი ეწყობოდა თბილისში და ჩვენ კი სადგურში რამოდენიმე ეშელონი იდგა და გაგვაგზავნეს უკრაინაში. 20 თვე ვიმსახურე, ვისწავლე. არ მინდა ახლა თავი შეგაწყინოთ, ეს უკვე აღწერილი მაქვს, მე ერთ დღეს გამოქვეყნდება. ვიტყვი მარტო იმას, რომ როდესაც ომი დაიწყო, ჩვენი ნაწილი იყო საზღვართან ახლოს და გერმანელების ელვისებური იერიშის გამო უზარმაზარი ალყა შემოგვარტყეს და არა მარტო ჩვენი პოლკი, არამედ დივიზიები და თვით კორპუსებიც კი ჩაბარდნენ. და ასე აღმოჩნდით ტყვედ. ვიყავით 9 თვე ტყვე. ერთხელ მქონდა შესაძლებლობა ქართულ ნაწილში მოხვედრილიყავი მიხეილ დადიანთან, მაგრამ არ გამოვიდა და 9 თვის შემდეგ თვითონ გერმანელებმა გადაწყვიტეს აეყვანათ ის ქართველები, რომლებიც მეგზავრებად იქნებოდნენ, როდესაც შევიდოდნენ კავკასიაში. ეს იყო ბრანდენბურგის სასწავლო
პოლკი და ამრიგად აღმოჩნდი მე მაგანთან ერთად კავკასიაში მალე დავიჭერი მაგრამ სანამ დავიჭრებოდი ღმერთი დემეხმარა და მომცა ის ბედნიერება რომ ჩემი უფროსი ძმა 37-ში გააქრეს როგორც ახალგაზრდა კაპიტანი მეორე ძმა ასევე კარგი ფეხბურთელი და სპორტსმენი იძულებული იყო დაეტოვებინა საქართველოს და მხოლოდ მესამე ძმას ჰყავდა 2 ბიჭუნა დატოვებული და არც ვიცოდი მე რომ გაიწვიე ჯარში და გერმანელების მიერ ტყვეთ აყვანილ ქართველებში დაძონძილები და დაჭრილები რომ მოდიოდნენ იმ ძმამ მიცნო მე და მოვიდა და გადამეხვია თვით გერმანელებმა ტირილი დაიწყეს აი ეს მქონდა მთელი ამ მეორე მსოფლიო ომის თავგადასავლიდან ეს იყო ჩემი ყველაზე ტკბილი წუთები ამის შემდეგ იყო რომ მე მოხვდი ომის მსვლელობის დროს იმ ქართველებთან რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს განთავისუფლებას და მათი დაკავშირებით მე აღმოჩნდი 44 წელს საფრანგეთში რასაკვირველია მე ახლა ვამოკლებ ჩემ თავგადასავალს არ მინდა მოგაწყინოთ დიდი სამწუხარო დღეები ქონდა იქ ვინაიდან თვით გერმანელებმა გამოგვაგზავნეს დასავლეთისაკენ რომ აღმოსავლეთში ჩვენთვის სიძნელეები არ წარმოშობილიყო და სწორედ იმ ადგილას სადაც შეიძლება ყოფილიყო ქართული ერთსულოვნება რაც სამწუხაროდ ხშირად გვაკლია გერმანულ სამხედრო ტანსაცმელში რამოდენიმე ასეული ვინც ვიმყოფებოდით საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში რომლებსაც უფროსებად ყავდა ავსტრიელი პოლკოვნიკი და ქართველი პოლკოვნიკი მაინც ეს საბჭოთა პროპაგანდა ისეთი ძლიერი იყო რომ ტვინში ჩაწვეთებული შხამი ვერ გაქრა და რასაკვირველია საფრანგეთში სხვადასხვა ეროვნების კომუნისტებმაც ალბათ გამოიყენეს დრო ამ ქართველების მოსაშხამად და ბევრს ისევ შეუბრუნდა ტვინი და დაიწყეს სიმღერა სტალინზე და როდესაც 6 ივნის 1944 წლის 6 ივნის როდესაც ანგლო-ამერიკული ძალები გადმოსხეს დასავლეთის ფრონტზე მაშინ ჩვენ ქონდა შესაძლებლობა რომ ამ ავსტრიელმა პოლკოვნიკმა მაღწია იმის გვარი ქართველებმა ყოველთვის დიდი პატივისცემით უნდა მოიხსენიოს ქართველ პოლკოვნიკთან ერთად გადაწყვიტეს რომ ჩვენ აღმოსავლეთისაკენ ვერ გავიწევით
ვერც სამხრეთისაკენ, ვინაიდან მთელი სამხრეთი გადაჭრილი იყო ესპანეთის სამოქალაქო ომის ნარჩენების კომუნისტური პარტიზანების მიერ. და ამიტომ დე გოლის ფრანგ პატრიოტებს ჩაუბარდით მთლიანად ჯამთერნი, გონებრივად და ფიზიკურად. მაგრამ ვინც მოშხამული იყვენ, დაიწყეს პროპაგანდა უკან დასაბრუნებლად და მაშინ იყო რომ პოლკოვნიკმა, ავსტრიელმა პოლკოვნიკმა მაღწმა მოუწოდა ქართველ პოლკოვნიკს, ჯეჯერობით არ მინდა ვახსენო გვარი, რომ ვისაც უნდა უკან დაბრუნება, დაბრუნდეს ბატონო, მაგრამ თქვენ ხო გყავთ თქვენი ეროვნული მთავრობა პარიზში, რომელიც გამოექცა ვითომ ამ ბოლშევიკებს და მარქსისტებს, მოგეხსენება თვითონაც მარქსისტები იყვნენ, ხო? და მხოლოდ ერთეულები გადავრჩით სასწაულებრივად, როგორც პოლკოვნიკი, ასევე მის მეუღლე თამარი, რუსი თეთრი ემიგრანტის ქალიშვილი, რომელმაც ძალიან კარგი მეუღლეობა გაუწია და მე დაძმობა. ასე წავედით პარიზში, მაგრამ პოლკოვნიკი საფრობას ესაჭიროებოდა, ვინაიდან თვით დე გოლი არ იყო გარკვეული მთელ ამ დინებაში და საერთოდ ფრანგებს წარმოდგენა არ ჰქონდათ ზუსტად რა ხდებოდა უკანასკნელ წლებში ომის დროს საბჭოთა კავშირში. ამიტომ ძალიან ესაჭიროებათ ამ ქართველი პოლკოვნიკის რჩევები. ისინი გადაარჩინეს და მე კი იძულებული ვიყავი, წავსულიყავი, მე მეგონა, იმიტომ რომ ჯერ ბავშვობიდან მე ბევრს ვკითხულობდი და ბევრი რამე წავიკითხე ამ დასავლეთის ცივილიზაციის შესახებ და ვიცოდი რომ არსებობდა საფრანგეთის უცხოთა ლეგიონი და მე მეგონა რომ ქართველებმა იქ მიმიყვანეს. აღმოჩნდა რომ აქ იყო სულ ისეთი ემიგრანტები, რომლებსაც რაღაცა დანაშაული თუ თავშესაფარი ესაჭიროებოდათ საფრანგეთის პატრიოტული ხელისუფლებისაგან დასაცავად და როგორც ჩემი მეგობარი ელიზბარ მაყაშვილი, ჩვენ ერთად ვიყავით, ელიზბარმა გულწრფელად მითხრა ბურო, მაშინ ბუროს მეძახდნენ, არ გაგიკვირდესო, გენაცვალეო. მეო ფრანგი ცოლი მყავსო და ქალიშვილიო. მე ფრანგები არ მაპატიებენო, რომ ჩემი სამშობლოსათვისო ვიბძოდი გერმანული ჯარისკაცის სამოსით. ამიტომ მე აქ შემოვიპარე. წავალ ფრონტზე, თუ დავიღუპე, ჩემი ცოლი და შვილი არ იქნებიან შერცხვენილი პირიქით, თუ დავიჭერი, ალბათ მაპატიებენ ჩემ დანაშაულს, თუ გადავრჩი, ალბათ გამასამართლებენ და მართლაც სამწუხაროდ ასე მოხდა. მაგრამ მე როდესაც გავიგე, რომ ამ ნაწილის მეთაური იყო ესპანელი კომუნისტი, სამოქალაქო ომში ნაბრძოლები, რასაკვირველია, მე არ მოვინდომე იქ დარჩენა. საბედნიეროდ მე მიმიყვანეს, რასაკვირველია, სამდურავი უთხარი მე ქართველებს,
არა გცხონიათ მეთქი უკან დაბრუნება არ მინდა მე მინდა ნამდვილ უცხოთა ლეგიონში სადაც ქართველი რამოდენიმე ოფიცერი ვიცოდი რომ მსახურობდა და მეტადრე ფრია ცნობილი საფრანგეთის ეროვნული გმირი ბაზორკა ამილახვარი და საბედნიერო თურმე ქრივი დადიანის ქალი მეძებდა მე შეაწუხა ნამდვილი საფრანგეთის უცხოთა ლეგიონის მეთაურობა აქ თქვენ ყავთ ერთი ქართველი და მე მინდა შევხვდე ისინი ეფიცებოდნენ არა ბატონო ჩვენთან არ არის და მართლა როგორც იყო შევხვდი ამ ქრივს დიდებულ ქალბატონს და იმას ბოდიში მოუხადე რომ თქვენი მეუღლე გერმანელებმა მოკლეს მე კი ახლა გთხოვთ არა მარტო მე სია მქონდა უკვე წამოღებული იმ ქართველების ვისაც უკან დაბრუნება არ შეეძლოთ არ უნდათ მოწინააღმდეგები იყვნენ თავიდანვე და ეგონათ რომ ეროვნული მთავრობა ეგრეთ წოდებული ეროვნული მთავრობა დაეხმარებოდათ არავითარი ასრათი არ მომხდარა პირიქით რამოდენიმე წლის შემდეგ ამ ჟორდანიას მთავრობამ ყველაფერი გააკეთა რომ დარჩენილი ვინც თავისნებით არ წავიდა მერე როგორმე წასული იყვნენ რომ ვითომ მდგომარეობა გამოიცვალა მე ქალბატონმა ქრივმა ამილახვარის მეუღლემ მითხრა რომ პეტრე ყველა ქართველი რომელიც კი ამ დიდ ომში იბრძოდა სხვადასხვა ქვეყნის სამხედროდ ან საცმელით ყველა ფიქრობდა რომ იბრძოდა საქართველოსათვის საქართველოს გასამ თავისუფლებლად გაჩერდა კი ბატონო და რა საკვირველია ქალბატონი ამილახვარის შეხვედრის შემდეგ დანამდვილებით უკვე ვიყავი ნამდვილ ფრანგულ უცხოთა ლეგიონში გამაგზავნეს აფრიკაში ვიყავი დაახლოებით რამოდენიმე თვე სხვათა შორის ქალბატონმა ამილახვარან დადიან ამილახვარისამ წერილი მომცა რომ ჩახვალო აფრიკაშიო იქ იქნება ალექსანდრე ჯინჭარაძე კაპიტანი და მართლა რომ ჩავედი მოვხვდი იმის ესკადრონში მაგრამ მე წერილი არ მიმიცია მე არავის არ ვენდობოდი მე არ მინდოდა რომ ვინმე სოდნოდა გარდა ამ პიროვნებებისა რო ვიყავი უცხოთა ლეგიონში მაგრამ ვეღარ დამალავდი და ომი რო დამთავრდა მერე ომიდან დაბრუნდა მეორე ქართველი კავალერიის მეთაური კავალერიის მაიორი რასაც ფრანგები კომანდანტს ეძახიან ვანო ვაჩნაძე დიდებული პიროვნება იმასთან გადავედი როგორც ამასობაში მე ვისწავლე მართვა სხვათა შორის სასაცილო მდგომარეობა იყო იმიტომ პირველად რო ჩავედი ჩვენ კარში არ გვიშვებდნენ თითქმის რამოდენიმე თვე სანამ არ გცნობენ
როგორც ფიზიკურად და ზნეობრივად მისაღები, ვინაიდან ამ უცხოთა ლეგიონს ზოგჯერ ცუდი სახელი დაურხიეს, ვინაიდან იქ მკვლელები კი თავს აფარებენო, ეს მართალი არ არის. კი, რამოდენიმე რომანტულ ნიადაგზე თუ მოხდა მკვლელობა, ან და ქურბი და ასეთები, იმის მაგივრად, რომ ფრანგებზე ვლაპარაკობ, რომ ციხეში არ გაეგზავნათ, ფიქრობდნენ, რომ მაგათი გამოსწორება შეიძლება და აგზავნიდნენ უცხოთა ლეგიონში. თუ გადარჩები, ალბათ გამოსწორდები და ასეც ბრუნდებოდნენ. და აი ასეთ ხალხში მეტწილად იმ დროს უფრო კარგი ხალხი იყო ყოფილი ტყვეები, იტალიელები, გერმანელები, მაგრამ არავინ ენა არ იცოდა და არც მე ვიცოდი ფრანგული გარდა რამოდენიმე სიტყვის. იქ კი ვსწავლობდი საფრანგეთში რო ვიყავი, მაგრამ საკმარისი არ იყო. და ამ ქართველმა ორმა ოფიცერმა გადაწყვიტეს ჩემი სკოლაში გაგზავნა. მე ვთხარი კაცო, მე არ მაინტერესებს ეს სკოლა. მე მინდა დავამთავრო და შეუვერდე ამ ქართველ ემიგრანტებს და რასაც ისინი აკეთებენ სამშობლოს გასანთავისუფლებლად, ალბათ მეც გავაკეთებ. ამასობაში მე ერთმა სპორტული განყოფილების უფროსმას შემოაგორა ბურთი, რომ კარში რო არ გვიშვებდნენ, ალბათ რომ გაგვერთო თავი და ამასობაში სწავლობდა თუ ვინმე გამოადგებოდა გუნდისათვის. და მე შემამჩნია როგორც კარგი მოთამაშე, ვინაიდან თბილისში ვთამაშობდი, გაიოზა ჯეჯელავას უმცროს ძმასთან. ამ თელ დიდუბეში ჩვენ ფეხბურთელები საქართველოში დიდუბეში ყველაზე კარგები გამოდიოდნენ იქ, ხო? წითელ ჯარშიც მე ვიყავი გუნდში. და ახლა რო შემაჩნია, უნდათ გადაეყვანათ ჩემი თავი გუნდში და მე ვთხოვე ამ ჩვენ ქართველ კაპიტანს ჯინჭარაძეს, რომ თხოვენ მეთქი რომ პოლკოვნიკს რო არ გადამიყვანონ, იმიტომ რომ მე აქ ვსწავლობ მანქანის წაყვანას, მექანიკას და გამომადგება თუ ცოცხალი გადავრჩი, რომ დავბრუნდები, გამომადგება და ამრიგად გავხდი მე უნტეროფიცერი, ორჯერ 6-7 თვე ვიყავი სკოლაში და როდესაც დავამთავრე სერჟანტობა, ინსტრუქტორად ვიყავი, მე ვამზადებდი ახლებს და ორჯერ ვიყავი მოხალისე, რომ წავსულიყავი ვიეტნამში მებრძოლა კომუნისტების წინააღმდეგ. იმიტომ რომ მე მიმაჩნდა ვიეტნამი საქართველოს მდგომარეობაში 21 წელს, 1921 წელს. ოშიმინი იყო საერთაშორისო ვიეტნამელი ორჯონიკიძე, მეტი კი არაფერი. და მე მინდოდა ამის გარდა მეჩვენებინა, რომ მე მარტო სიტყვით არ მინდოდა მებრძოლა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. მე მინდოდა მეჩვენებინა, რომ აი სიცოცხლეც მინდა შევწირო მაგან წინააღმდეგ საერთაშორისო კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლას. წავედი, დავიჭერი სერიოზულად, 3 წელიწადი მკურნალობდნენ. მერე გამაგზავნეს ტექნიკურ სკოლაში, გავხდი ფრანგი ელექტრონიკის ტექნიკოსი. და მე მაინც მინდოდა ამერიკაში წამოსვლა. და ეხლა რასაც თქვენ კეთილ საქმეს რო აკეთებთ, მე მაინც მინდა გაცნობოთ, გამოვიყენო თქვენი შესაძლებლობა, რომ მოუწოდო იმ ქართველებს,
რომლებიც არიან ამჟამად შეერთებულ შტატებში რომ ქართველ ადამიანს არ ახასიათებს უმადურობა კომუნისტები იყვნენ თუ ეგრეთ წოდებული დემოკრატები შევარნაძე გადემოკრატებული და ახლა ვინც არიან ხელისუფლებაში მაგანთი ბედოვლათობის გამო მილიონზე მეტი ქართველია გამოქცეული ამერიკამ შეაფარა არათუ თვითონ არსებობენ არამედ თავიანთი შემოსავლით აცხოვრებენ ოჯახს ეხმარებიან მეგობრებს ძალიან კარგია მაგრამ მაინც ბევრი არის უმადური ამერიკაზე კარგი ქვეყანა არ არსებობს ამჟამად მთელ მსოფლიოში ამერიკის პოლიტიკური წყობა არის ყველაზე ღირსშესანიშნავი რაც ამჟამად არსებობს მთელ მსოფლიოში რა საკვირველია ამერიკაშიც მოიპოვებიან ხანდახან უსინდისო ანდა მედროვე ვიტყოდი ამერიკელი რომელიც თავისი მდგომარეობით სარგებლობს და უნდა გამოიყენოს მაგრამ ისინი ისჯებიან კარგავენ სირცხვილის გარდა ოჯახის სირცხვილის გარდა ბოდიში ამიტომ ყოველი ქართველი თუ შემოვიდა კანონიერი გზით როგორც მე თითქმის 7 წელიწადი უცდიდი ვიზას ამერიკაში შემოვედი და მე თითქმის 6 წელიწადზე მეტი სანამ გავხდებოდი მოქალაქე როდესაც გახდები მოქალაქე გაყოველი უფლება მაგრამ სანამ მოქალაქე გახდები იგივეა ყველაფერი თუ კანონიერად შემოხვედი ყველაფრის ნებართვა გარდა პოლიტიკურ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებ რაც კანონიერია ხო ახლა როგორ უნდა გააკრიტიკოს ვინმე ამერიკა როდესაც 13 თუ 14 მილიონი უნებართვოდ შემოსული ეგრეთ წოდებული ემიგრანტია ამან ხო თვალყურისდევნება უნდა ამ 14 მილიონში რამდენი იმპერია შემოსული და ისინი ვინც არიან ხო აქ ამან რამდენი დრო და ისიხარჯება ისე რომ სამართლიანობას ნურავინ ნუ შეედავება თავარია ქართველებმა თავიან თავს მოუარონ და მე სწორედ ამას ვეუბნები აქ ლტოლვილებს ის ახალგაზრდა რომელიც 17, 18, 19, 20 წლის იყო როდესაც ასე ერთსულოვნად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა ხო მაშინ მე ამერიკის ხმაში ქართულ განყოფილებაში მსახურობდი და მართლა არა თუ გაოცებული ვიყავით ვამაყობდით ყველასთან ამერიკელებთან რო ასეთი რამე არსად არ მომხდარა ერთსულოვნება და თუ ცხონებული ზვიადი არ მოწონდათ ხო მოეთმინათ ბატონო 4 წელი ამოერჩიათ სხვა რა ღუპავდა ისე მართლა რომ საჭირო იყო ისევ კომუნისტის დაბრუნება არ მინდა მე სულ სხვა თემა მაგრამ დაუბრუნდები იმას ის 17, 18, 19, 20 წლის ახალგაზრდა რომელიც მაშინ
ასეთი ერთსულოვანი იყო ამ დამოუკიდებლობის მოპოვებაში. ახლა ბატონო თითქმის 40 წელს უახლოვდება, ხო? როგორ არის რომ ეს ერთსულოვნება დაიკარგა? როგორ არის რომ ისეთ ხალხს ირჩევენ, რომლებიც ასეთ ცუდად მართავენ ქვეყანას? მართალია, იმათ აქვთ ბერკეტები, ინერციულად მოდის, როგორ გააყალბონ არჩევნები, მაგრამ ნუ დაუშვებ ბატონო ამას. იმიტომ რომ დასავლეთში ასე ამბობენ, რა მთავრობაც ყავს, იმსახურებ და მეტი არაფერი. თქვენ საიდან ახართ წარმოშობით? წარმოშობით ხვედელიძეები რაჭველები არიან, მერე გაფანტულები. მაგრამ ჩემი წინაპარი ჩასულა ხაშურთან. ალბათ ხაშურმა ახლა ჩაყლაპა, პატარა სოფელი იყო იქ, ჭალა ერქვა. და იქ მამა ჩემი გაიზარდა. მაგრამ პაპა ჩემი გლეხი კაცი იყო, პეტრე ერქვა თურმე, როცა გარდაიცვალა, მაშინ დავიბადე და იმიტომ მომცეც პაპა ჩემი სახელი. ჭკვიანი კაცი ყოფილა, მიხვდა რომ კაპიტალიზმი შემოიჭრა მაშინ საქართველოში და ყველას ხელობა ასწავლა გარდა მეექვსე ვაჟს ასწავლა სოფლის მეურნეობა. მამა ჩემი იყო ყველაზე უფროსი, 13 წლის მიიყვანეს ხაშურის დეპოში. 16 წლის თვითონ გადავიდა დამოუკიდებელ თბილისში და იქ მუშაობდა დეპოში. მერე შეირთო ქართველი ქალი, ეს იყო ჯავახაშვილი. აი სწორედ მე რომ ახლა ეს წიგნი მოგეცით, მან შეცდომით არის. პაპა ჩემი დედის მხრიდან იყო ჯავახაშვილი და არა ჯავახიშვილი. მაგრამ ძველი მესხეთიდან ძალიან პატრიოტი და მოკლედ როგორც გითხარით აღწერილი მაქვს. დავიბადეთ 4 ძმა და 2 და. ერთი და ჩვილობაში გარდაიცვალა და იმის შემდეგ დავიბადე მე. ესე რომ ვიყავით 4 ძმა და 1 და. და სამშობლოდან ყველაზე მეტად რა გახსოვთ ახლა? აი ყველაზე შთამბეჭდავი რა იყო თქვენთვის სამშობლოში გატარებული პერიოდი? საუღწერელია გენაცვალე. აუღწერელია. იმას შემდეგ არ ყოფილ ხართ რო წამოხვედით? კი. იყავით? ვიყავი, ნეტა არ ჩავსულიყავი. 2004 წელს ჩავედი, იმიტომ რომ მე დაფიცებული ვიყავი. რომ სანამ შევარნაძე იქნებოდა ძალაუფლებაში, არ ჩავედი. და როდესაც ჩავედი, მე მეგონა რომ ახლეს ახალგაზრდები, მეტადრე ვითომ დასავლეთში განათლებულები მართლა დააწესებდნენ დასავლური ყაიდის სახელმწიფო წყობას, მაგრამ რასაც ვხედავ მე, ეს არის საშინელება. და ამიტომ მე იძულებული ვარ ისევ დავიფიცო, სანამ მაგნარი ხალხი იქნება ძალაუფლებაში, მე არ დავბრუნდები საქართველოში. მაგრამ ისე რასაკვირველია, მე მინდა იქ დავბრუნდე. ჩემი დღეები დავასრულო იქ.
როგორც თქვი, მე ამერიკის უმადური არა ვარ, მაგრამ 21 წლის ვიყავი, რომ დავტოვე თბილისი და მე რომ ამ ლაღიძის სიმღერა თბილისი უსმენ, არ შემიძლია რომ ცრემლების შევიკავო. ისე რომ ამერიკელებსაც ესმით ეს. ძალიან კარგია, მაგრამ მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამ ქვეყნის დამიბრუნეს ნამდვილი ჩემი სრული პიროვნება მე რაც არის და მომცე საშუალება მივახციე იმას რის საშუალებაც რამდენი ჯანიც და გონებაც მქონდა ამაზე მეც ვერ გავაკეთებდი რამდენი წლის ახართ ახლა მომავალ ამ თვის 25-ში გავხდები 93-ის ერთმა დიდხანს გაცოცხლოთ და დაგაბრუნოთ თქვენ სამშობლოში მადლობელი ვარ აი ბოლოს ასეთი რამე ვთქვათ რომ თქვენს გულში სამშობლო როგორ წარმოგიდგენიათ ნამდვილი ჩვენი მიწაწყალი ჩემი მიწაწყალი წარმომიდგენია აი რაც თქვენ ცდილობთ ამ ფილმებით აჩვენოთ რომ ასევე უფრო სრულ ყოფილი იყოს დაუბრუნდეთ ქართულ ადათ წესებს ქართველები ყოველთვის ცნობილი იყვნენ როგორც რაინდები როგორც პატრიოტსანი ხალხი მთელ ევროპაში მთელ მსოფლიოში აი ამ სახელი დავიბრუნოთ მეტი არაფერი ყველამ უნდა იცოდეს ვერავინ ვერაფერს ვერ წაიღებს გარდა სახელისა ჩვენი უკვდავი შოთა რას გვასწავლიდა ჯობს სახელისა მოხვეჭა ყველასა მოსახვეჭესა რა იქნება რა ტკბებიან ამ მოგზაურობებით ამ სასახლეებით რო აიშენებენ იმითი რომ მეუღლეები დასეინობენ პარიზში და ჩამორჩენილები არ არიან მოდებით და იმით უნდა გაუტოლდნენ ახლა დასავლეთ ქალებს და რას პასუხობენ იმ ღატა ქალებს და მოხუც მომაკაცებს რომლებიც იმ შივერები არიან ანდა წამლის ფული რომ არ აქვთ რა უნდა უპასუხონ მაგან თქონიათ შერჩებათ მაგანთი წინაპრები დაწყევლილი იქნებიან დაწყევლილი არ შერჩება არავის დაკმაყოფილდეს რაც საჭიროა ეს იქნება სახელმწიფო მოღვაწე თუ კერძო პირი აკეთებ ამერიკელი კაპიტალისტები ასეთები იყვნენ ქრისტიანი კაპიტალისტები ფორდი ამობდა ჩემი მუშა თუ ვერ ეყედის თუ ვერ იყიდის იმ მანქანას რომელსაც თვითონ აწყობს მაშინ რა ვარ მე და სწორედ ამ კაპიტალისტებმა ააშენეს პირველი საავადმყოფოები აუშენეს თავის მუშებს და ოჯახებს სკოლები ბავშვებს საქველმოქმედო ორგანიზაცია ხარ მდიდარი აქ პასუხისმგებლობა იყო მდიდარი რო ხარ გაქვს პასუხისმგებლობა განსაზღვრული ოდენობა შენი შემოსავლის უნდა გადადო საქველმოქმედო საქმისათვის ბოლოს რას მოუწოდებთ ჩვენ ახალგაზრდებს პატარა ბავშვებს მოუწოდებ რომ გაიზარდონ ქართველურად უყვარდეთ ქართველი მწერლები
უყვარდეთ ქართული ფოლკლორი. სამწუხარო ეხლა მე არ მინდა დაგღალო და ბევრი ვილაპარაკო. ორი შემთხვევა იყო ამერიკაში, რომ მე ვითომ გაამერიკებელმა ქართველმა ასეთი სიამაყე ვიგძენი, რომელიც მე არ მიგძვნია. მართალია ახლა ბატონ როსტომ ჩხეიძის შრომებში სადღაც ამოვიკითხე. იმასაც ნახმარი აქვს, რასაკვირველია, გამოყენებულია. მე ცოტა ჩამორჩენილი ვარ რელიგიურ მოგეხსენებათ საბჭოთა ეპოქაში გავიზარდე რელიგიური საკითხებით, ცოტა მე სულ სხვანაირად მაქვს განსახილველი. მე პატივსცემ ქართულ ეკლესიას და მე მინდა რომ ქართული ეკლესიის მსახურები იყვნენ ისეთივე სუფთა სპეტაკი, როგორც იყო თევდორე და მაგნაირები. მე ვერ ჩამოვთვლი, არ ვიცი. მე საქართველოს ისტორიას არ მასწავლიდე, ნაკრძალული იყო. მაგრამ არა პირდაპირად, რაც ქართული წიგნებიდან ვიცი. და ვიცნობ. მე ვახსენე ის სიამაყე, რაც ბავშვობიდან მე გძნობდი. აი ვახსენე ბატონი როსტომ ჩხეიძე. ერთგან არის ქართული უმანკოება. აი ეს სიტყვა დავკარგეთ და მე ბავშვობიდან მე მქონდა ამის გძნობა. ვინაიდან მიყვარდა ჩემი ერი, მიყვარდა საქართველო, მიყვარდა ქართველი მწერლები. ქართველი მგდლებიც, როგორც გითხარით, ჩვენი მგდელი დიდუბეში იყო პეტრე მირიანაშვილი და 37 წელს ჩემ ძმასავით გააქრეს. მაშა სადამე ეს ქართული რაც ვახსენე ახლა უმანკოება გამახსენა მე ორმა ქართულმა ვითარებამ. ეს იყო 1974 წელს, როდესაც ვაშინგტონს ესტუმრა ცხონებული ანზორ კავსაძის გუნდი. ეს უზარმაზარი გუნდი გამოვიდა კენედის ცენტრში და მე მაშინ არავისთვის არ მithქვამს, იმიტომ არ მინდოდა ოლიმპიადებზე რომ დავდიოდი, ვნახე რომ ქართველებს ერიდებოდათ ჩემთან შეხვედრა, ვინაიდან ამერიკის ხმაში მსახურობდი და არ მინდოდა შეწუხება. ამის გამო მე არ მივედი ცხონებულ ანზორ კავსაძესთან, მიუხედავად მაგანთი ახლო ნათესავი კაცი ჩემი მუსიკის მასწავლებელი იყო დიდუბის მეათე შრომის სკოლაში. გამოვიდნენ შვინდისფერ ჩოხაში. და ეს სწორედ ეს იყო პირველი ნიშანი. მოგახსენებათ, რომ შვინდისფერი არის ჩვენი ეროვნული ფერი. ეს უზარმაზარი გუნდი ასეთი მშვენიერი სახეები, ტანები და ეს ანზორი მართლა წარმოსადეგი დადგა. მიესალმა მაყურებლებს, მადლობა გადაუხადა, რასაკვირველია თაყვანისცემით, მიუბრუნდა გუნდს, მისცა ხმა და გუნდმა დაიწყო
სიმღერა ანზორი გავიდა სცენიდან მე მყავდა 50 სტუმარი დაპატიჟებული სწორედ ამერიკის ხმიდან ამერიკელები რომ აინახეთ რა განსხვავება ვერ გაგირჩევიათ რუსები და ქართველები აინახეთ რა განსხვავება და ესენი ამ კარგი ადგილებში იყვნენ მე მიყურებდნენ ცოტა უკან ვიყავი მე ლოჟაში და მე თვითონ არ ვიცოდი რა მოხდა გუნდმა დაამთავრა სიმღერა ანზორი დაბრუნდა ტაში მე მიიღო მადლობა გადაუხადა შებრუნდა იგივე გააკეთა გუნდმა დაიწყო სიმღერა და გავიდა ისევ მთელი საღამო ასე დამთავრდა ამერიკელები და ჩემი პირადი სტუმარი ამერიკელი ახალგაზრდა ქალი იყო იტალიური შთამომავლობის მამით და დედით ამერიკელი ყოველ 2 წელიწადში ლასკალას 60 მომღერალი ქალი და კაცი ჩამოდის კენედის ცენტრში მხოლოდ 2 ღამე არიან მარტო 2 ღამე მაგრამ ქართველები მთელი კვირა იყვნენ და ერთი მატინეს რო ეძახიან შაბათ ნაშუა დღეს იყვნენ ასეთი რამე კენედის ცენტრში არ მომხდარა და არც მოხდება კენედის ცენტრს აწერია საშემსრულებლო ხელოვნების კენედის სახელობის ცენტრი და სწორედ ასეთი შესრულება რაიმე ხელოვნური ნიმუშის იყო ეს სიმღერა იყო ეს ორკესტრი ინსტრუმენტი არ ყოფილა და იქ რა საკვირველია სიმართლე გითხრათ იმ ღამეს დარბაზი იყო მარტო 3/4-ით სავსე ვინაიდან ამერიკაში ფოლკლორული გუნდები და ეგრეთ წოდებული ძალიან განთქმული წითელ არმიის უზარმაზარი გუნდი მარტო ერთი ღამე ძლებდა კენედის ცენტრში სხვა აღმოსავლეთ ევროპიდან უნდა ვთქვათ გერმანელებიც უნგრელებიც კარგად მღერიან მაგრამ განსხვავება იყო და ვინც ესწრებოდა ყოველთვის ჟურნალისტები მუსიკოსები ესწრებიან იმ ღამეს ასეთ ღამეს და იმავე ღამეს ისეთი რეცენზიები იყო რომ ამერიკელებო თუ გინდა თქვენ ნახოთ ხელოვნების სასწაული დრო არ დაკარგოთ წადით კენედის ცენტრში და ამიტომ იყო რომ არც ერთ ფოლკლორულ გუნდს ასეთი რამე არ უჩვენებია აი ეს იყო ჩემი პირველი ქართული სიამაყის გახსენება და მეორე იყო 1988 წელს როდესაც იგივე ანზორ ერქომაიშვილმა ჩამოიყვანა 8 გურული წარმოუდგენელი იყო იმიტომ რომ ყოველ 2 წელიწადს აი მოლია ნახავთ გადაიღეთ სურათი ძალიან ლამაზი ადგილია ვაშინგტონში იქ ეს ეწყობოდა მთელი მსოფლიოს ფოლკლორული გამოფენა წარმოდგენა მართლა მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ მაგრამ აქ ამ 8 გურულს რო წარმატება ჰქონდა ასეთი რამე არ ყოფილა ყოველ დღე მაგანთან მოდიოდნენ უფრო მეტი ხალხი და რა არის საინტერესო ახლახანს ქართველები რო იყვნენ აქ 3 გურული ჩამოვიდა ოქროს სამეულს ეძახიან თურმე და იმღერეს სხვათაშორის დარბაზი არ მომეწონა ძალიან ცუდი დარბაზი იყო უფრო მეტი ხალხი უნდა ყოფილიყო რაღაცა
იმპრესარიომ ვერ მოახერხა თუ რაღაცა ჩავარდნა იყო. ყოველ შემთხვევაში ამ სამიდან ერთი იყო იმავე 8 კაციდან ბატონი გური დამას ბოდიში გვარი გამახსენ გვარები მავიწყდება ხანდახან არა გამახსენდა აი ბატონი გური ძალიან მიცნო მე არც ვიცოდი რომ ეს მე მინდოდა შეკითხვა დამესვა სად არიან ის გურულები რომლებიც აქ ბატონი პეტრე ბრძანდებით და მიცე გადავეხვიე რა საკვირველია და მე მინდა რომ ვიცოდე ვინ არიან აი ეს იყო მეორე სიამაყე ჩემი კარგი თაბა რამე შეკითხო გვაქვს კიდე? არ დავვლი ძალიან ბატონ პეტრეს